პაციენტის გულისცემისა და მუსიკალური ჰარმონიის გზაჯვარედინზე. სიცოცხლის სიმფონია უნისონში. სამედიცინო ინსტიტუტში იყო ჯერ კიდევ, როცა კონსერვატორიაშიც გააგრძელა სწავლა. მუსიკოსი ექიმი და ექიმი მუსიკოსი. ანუ ხელოვნებით მედიცინაში. მუსიკალური კულტურა არის განუყრელი და განუყოფელი ჩვენი ყოფიერებისაგან. შეიძინა მოლბერტები, საღებავები, რომ პაციენტებს დაეხატათ. ბატონმა ზურაბმა დროს გაუსწრო. ეს იყო ბუნებით ნოვატორი. მისი ბუნებრივი, აი ჰუმანური თვისებები რომ არა, ალბათ ეს იდეა არც მოუვიდოდა. ექიმსა და პაციენტებს შორის უკვე იყო ის კავშირი, რომლითაც ისინი საკუთარ თავს ეხმარებოდნენ. დღეს რასაც არტ თერაპიას ვეძახით, ფაქტობრივად მან დაიწყო აი ამ მიმართულებით. სხვა ქვეყანაში ვიღაცა სხვამ გააკეთა ეს მასპის და ჩვენი ქვეყნიდან ასე ვთქვათ ბატონ ზურაბი იყო ამის პირველი გარშემოღები. მისი კოლეგებისგანაც მომისმენია, რომ ისეთი უცხო იყო, შევიდოდითო და დაკვრის ხმა ის მუდაობს ფსიქიატრიული კლინიკიდან. ორი დიდი საქაღალდერო დამიდო წინ, მითხრა რომ აქ არის ჩემი 40 წლიანი ნაშრომია. ეს იყო უკვე მისი კვლევის საგანი. რო გადავშალე, ხელში შემრჩა ნახატები. ფსიქიატრი მუსიკოსის შექმნილი ლეგენდარული ქართული ოჯახი, ბრენდად ქცეული ჩიქოვანები. დაი უსმენ თქვენს იავნანას. კი აღვიძებს ჩემში პასუხისმგებლობის გრძნობას. ნამდვილი ქართული ჰანგი, ქართული სიმღერა გადმოიცემა ისე, როგორც ეკადრება ქართულ სიმღერასა და ქართულ ჰანგს. რაღაცა ღმერთის თემა იყო, ესენი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. ფილარმონიაში უნდა ვიმღეროთ და მე ძალიან განვიცდიდი და ძალიან ნერვიულობდი. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ანსამბლის როლში ოჯახი გამოდიოდა. ჩიქოვანთა მომღერალი ოჯახი. მამას ვეუბნები, რომ მამა მეთქი, რომ დარბაზმა ტაში არ დაგვიკრას. ქუხარი აპლოდისმენტების ფონზე გატარებული ცხოვრება. მართლა ძალიან კარგად ვიმღერეთ, რომ იქუხა დარბაზი არ მესმოდა. ბატონი ზურაბი ძალიან დიდი პროფესიის კაცია, მაგრამ ჯეჯურობით კიდევ კარგი რომ ამჭირდება მისი პროფესია. კაცი, რომელმაც ქართული ოჯახის ქრესტომათიული ნიმუში შექმნა. ზურიკო იყო ნიმუში და მაგალითი ყველაფრის. იმერეთის საქართველოს გადაფხული. პრინციპების კაცი იყო, მას თავისი პრინციპები ჰქონდა, რომლისთვისაც არ გადაუხვევი არასოდეს, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მამა ჩემი ცნობილი თამადა იყო. საქართველო ასე დიდი არ იქნება. მე არც მახსოვს, მარტო არც მამა ჩემი და არც დედა ჩემი. ლეგენდები დადის, რომ იტყვიან მაგას სიყვარული. როცა დედა მორიგი იყო, მოვიკითხავდით, მამა არ არის. იცოდე უგმაცას ეს ფანჯრები გააღწია და აქოსი კეიფი უნდა იყოს. ეგ თაობა მეუნა ვარ განმეორდა. დაჭირდოთ ჰერბოთ ხალხის ნდობა და სიყვარული. დიდი სიყვარულის ჩიქოვანებისეული ისტორია, სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით.
ვიდებით მამაცი მეტყოდა რომ გამიხარდებოდა რა რომ მოიძე სახში და ერთი გნახო რომ გიტარაზე მეცადინეობო რა. როდესაც რაღაცა ეწყინებოდა არ იწყებდა ჩხუბს. აი ეს გიტარა მაგრამ რაღაცა გაგეკეთებინა საჭმელად. ვიცით, სადაც გაჩერდნენ ჩვენი მშობლები. ძნელი ყოფილა გაგრძელება, ძალიან გრძნელია და რთულია, მაგრამ ვაგრძელებ. ნახეთ, სტეტოსკოპითა და გიტარით შექმნილი ჩიქოვანების უნიკალური არპეჯიო. ეკა ხითარიშვილის დოკუმენტური ფილმი კვალი ნათელი ზურაბ ჩიქოვანი. ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში. თვითონაც